მოგესალმებით, მე ნატო გოგელი ვარ, ეს კი გადაცემა არჩევანი მე. 1978 წელს ყაზახეთის ქალაქ ალმატში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და იუნისეფის თაოსნობით გაიმართა კონფერენცია, რომელზედაც პირველადი ჯანდაცვის კონცეფცია დეკლარაცია შეასახეს. ამ დეკლარაციით პირველადი ჯანდაცვა განისაზღვრა როგორც ჯანდაცვის უმთავრესი კომპონენტი, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოების ყოველი წევრისთვის. საქართველოს ქალაქებში პირველადი ჯანდაცვის სისტემა საოჯახო მედიცინის ცენტრების მეშვეობით ფუნქციონირებს. სოფლად კი ამ ფუნქციას რამდენიმე წელია სოფლის ექიმის ინსტიტუტი ასრულებს. გასულ წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მთავარ პრიორიტეტად სწორედ პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება დაასახელა. რა გააკეთა სამინისტრომ, რადგან უჭირთ ამბულატორიების უწყებასთან კოორდინაცია და რა დარღვევები აღმოაჩინა სისტემაში აუდიტის სამსახურმა. ნახეთ ამთა კაკაურიძისა და აკაკი სიხარულიძის მიერ მომზადებული სიუჟეტი. სოფელ გალავნის ამბულატორია, რომელიც თბილისიდან 33 კილომეტრში მდებარეობს, ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილ ნახევრად დანგრეულ შენობაში ემსახურება. ექიმები, რომელთა სტატუსიც ფიზიკური პირია, შეშის ღუმელთან ექსტრემალურ სიტუაციაში პაციენტების მიღებას მაინც ახერხებენ. ისინი ვალდებულნი არიან საკუთარი სახსრებით იყიდონ სათბობი, მედიკამენტები, გადაიხადონ კომუნალური და ინტერნეტის გადასახადები. ჩვენი პრობლემა პირველ რიგში არის, რომ შენობა არ არის ჩვენი და ვართ ხიზნები, ამიტომ მისი სრულად ათვისება არ ხდება და გაუგებრობაში ვართ. გვაქვს ძველი, ამბულატორიის შენობა, რომელიც საერთოდ ამორტიზირებულია და იქ წარმოუდგენელია, უნდა აშენდეს ახალი, იმის შეკეთება გამორიცხულია. მეორე პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვართ, სტატუსი ფიზიკური პირი. და ის რაც კეთდება, ყველაფერი, თქვა ესა კომუნიკაცია, ინტერნეტი დენი არის კომერციული ფასით, ამიტომ იზოლებული ვართ, რომ არც ინტერნეტი ვქონდეს, არც გაზი ვქონდეს, არც წყალის პრობლემა იყოს. გალავნის ამბულატორიის მსგავსი პრობლემები მთელი ქვეყნის მასშტაბით დგას. ამბულატორიების 36% გასარემონტებელია, 26% ნაწილობრივ გარემონტებული. სოფლების 51%-ს კი ამბულატორია საერთოდ არ აქვს. ექიმების უმრავლესობა პრობლემებზე საუბარს ტელეკამერების წინ ერიდება, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ მათი გაურკვეველი სტატუსი, სამუშაო პირობების უქონლობა და სახელმწიფოსგან უყურადღებო დამოკიდებულება კიდევ უფრო დიდ პრობლემას ქმნის. სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობა, რომლის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია, 2 წლის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც შეისწავლა. აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პირველადი ჯანდაცვის განვითარების კონცეფციის უქონლობა მთელ სერვის პრობლემას უქმნის. რაც შეეხება პრობლემებს, რომელიც აუდიტის შედეგად გამოიკვეთა, პრობლემები უკავშირდება სამ ძირითად მიმართულებას. პირველი ეს არის მომსახურების ხელმისაწვდომობაში არსებული პრობლემები. კერძოდ არ არის დადგენილი სტანდარტი, თუ რამდენ მოსახლეს უნდა ემსახურებოდეს ერთი სოფლის ექიმი. გარდა ამისა, გამოვლინდა სოფლები, რომელსაც საერთოდ არ მიეწოდება სოფლის ექიმის მომსახურება. დაახლოებით ეს არის 10,000 მოსახლე, რომელიც ამ მომსახურებას ვერ იღებს. გარდა ამისა, აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პრობლემას ქმნის სოფლის ექიმის მონიტორინგის მექანიზმის არარსებობა და მათი დაბალი ანაზღაურება. ჯანდაცვის სამინისტროს ამ ეტაპზე რეალურად არ აქვს ბერკეტები, რომ განახორციელოს სოფლის ექიმების მონიტორინგი, რამდენად გავიდნენ ისინი სამუშაო ადგილას, რამდენად განახორციელეს მომსახურება, განსხვავებული პროდუქტიულობით მუშაობენ ისინი, თუმცა მათი ანაზღაურება არის ერთი და იგივე. შესაბამისად, ანაზღაურება არ ეფუძნება მათთვის მოტივაციის ამაღლებას. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ უკვე დაწყებული აქვთ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულებაზე და რაც მთავარია, პირველადი ჯანდაცვის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა. თუმცა, როდის გვექნება დასრულებული დოკუმენტი, კომენტარის გაკეთება უჭირთ. რა პრობლემას ქმნის პირველადი ჯანდაცვის განვითარების კონცეფციის უქონლობა, როდის დასრულდება დოკუმენტზე მუშაობა, რა გეგმები აქვს ოჯახის ექიმებთან და სოფლებში მდებარე ამბულატორიებთან დაკავშირებით უწყებას, რა ვალდებულებებს აკისრებს სამინისტრო ადგილობრივ თვითმმართველობას. ამ საკითხებზე უფრო დაწვრილებით ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ქეთევან გოგინაშვილი საუბრებს. ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი იყოს ძლიერი, ხარჯთეფექტიანი მომსახურება. და რასთავარი ეფექტურია გაწეული სერვისები და ამცირებს სტაციონარის ხარჯს. ქვეყანას ეს კარგადაა გაცნობერებული და რაღაც 99 წლიდან აქ მუშაობდა, სულ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა მიმდინარეობს, მაგრამ საკმაოდ რთულია და ნელ-ნელა ვფიქრობთ, რომ ბოლოსკენ წავალთ და ეს წელი უნდა იყოს და მომავალი წელი, როგორც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი და როგორც ბატონი მინისტრი აცხადებს ხოლმე, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების, განმტკიცების და ყოველ შემთხვევაში უკეთესი
პირობების შექმნისთვის ექიმთან. ჩვენც ხშირად მოგმართავენ ხოლმე წერილობით, როგორც თქვით, რომ აქვთ კომუნიკაციების პრობლემა, აქვთ რაღაც შენობების და ამბულატორიის პრობლემა. აქ არის ცოტა ერთი უწყების ფარგლებს ცდება ეს. ან არის ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში თვითონ ინფრასტრუქტურა, ან ეხა ტენდენცია წავიდა თუ მოგმართავს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, რომ მათ უნდათ რომ გადავცეთ და თვითონ მოუარონ ამ ინფრასტრუქტურას, ჩვენ იმ პირობით, რომ ისინი შეინარჩუნებენ სერვისს, არ შეექმნება საფრთხე ექიმის განთავსებას, სერვისების მიწოდებას, ასეთ შემთხვევაში და თუ თან ინფრასტრუქტურას მოუწყობენ და რაღაც ან რემონტს ჩაუტარებენ, ან რაც მათ აკლიათ და იწერებიან, რომ თქვა თან გაზიფიკაცია ან წყალი, ამას ყველაფერს მოუწესრიგებენ, ჩვენ თანახმობთ, რომ გადაეცეს. რაც მე მახსოვს, რაც ეს საქმე ჩემთან გადმოვიდა 1.20-30 ასეთი წერილი იყო. უკვე დაიწყეს მუნიციპალიტეტებმა თავის თავზე ამ სათემო სერვისების აღება. მიხვდნენ, რომ უბრალოდ ქვეყანა ამას ყველაფერს ერთად ვერ გაწუდება. ჩვენც ვფიქრობთ, რომ რაღაცნაირად ეს პროცესი რაღაცნაირად უნდა დარეგულირდეს და უწყებათა შორის კომისია არსებობს, რომელშიც ეკონომიკის სამინისტრო, ჩვენი იუსტიციის სამინისტრო მონაწილეობს და ვფიქრობთ, რომ ასეთი ობიექტები, როგორც არის პირველადი ჯანდაცვა, იგივე ტუბერკულოზის, იგივე ისეთი რაც სტრატეგიული ობიექტებია, რაღაცნაირად ერთნაირი ხედვა შეიმუშაოს ქვეყანამ ასეთი რაღაცის მიმართ. ინფრასტრუქტურას ვერ შევეხებთ, გაზიფიკაციას ვერ გავაკეთებთ, ეს ჩვენს კომპეტენციას უკეთდება, მაგრამ სამედიცინო აპარატურის შეძენა, ინვენტარის შეძერა, ამას ისედაც ვცდილობთ ხოლმე, რომ ჩვენი ბიუჯეტის ფარგლებში ეს მოვახერხოთ. თუმცა ეს ესე ერთეულად, მაგრამ მომათვლის გარეშე რაღაცნაირად 2013 წლიდან ვაცხადებდით, რომ რახან უკვე უნივერსალურ ხელმისაწვდომობას მივახციეთ, უკვე ნელ-ნელა ხარისხზე უნდა გავაკეთოთ ორიენტაცია პირველად ჯანდაცვაზე, პრევენციაზე და პირველად ჯანდაცვის გოლის გაძლიერების გარეშე ეს ასე არ გამოვა. და 2014 წელს ვეცადეთ, რომ სოფლის ექიმებისთვის გაგვეზარდა ხელფასები და ნამდვილად 640 და 455 ლარი გახდა მათი ასე გადასაცემი, გადაეცა ექიმის ჩანთები, დოკუმენტაცია. მათ მართლა ძალიან დიდი როლი აქვს. ერთადერთი ადამიანია სოფელში სამედიცინო დახმარება პირველი რაც უნდა გაუწიოს და ოჯახის ექიმი რაღაც მღვდლის ფუნქციასაც ასრულებს. დაბადებიდან გარდაცვალებამდე სულ უნდა თვალყურს ადევნებდეს. ეს არის ამ პირველადი ჯანდაცვის. სოფლებში ეს მართლა ასია. ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე შეიძლება მართლა არის პრობლემები, იმიტომაც დავაყენეთ, რომ შევიმუშაოთ რაღაც პირველადი ჯანდაცვის ერთიანი გეგმა, ეს არა მარტო სამინისტროს, უწყებათა შორის, იმიტომ რომ არ არის პირველადი ჯანდაცვა ერთი უწყების. იქ აუცილებლად რეგიონული განვითარების სამინისტრო უნდა მონაწილეობდეს, ეკონომიკა თავისთავად, იმიტომ რომ მათი ინფრასტრუქტურაა და რაღაცნაირად ერთიანი გეგმის შემუშავებაზე მიდის მუშაობა. რაღაცა პირველი მონახაზი არის, მაგრამ ასე გასაზიარებლად უნდა რომ გავიდეს უწყების გარეთ და ყველა საზრი შეჯერდეს და მე რაღაც ერთიანი მათ იქცეს სამოქმედო დოკუმენტად, არას ჯანდაცვის სამინისტროს მთავრობის სამოქმედო დოკუმენტად პირველად ჯანდაცვასთან მიმართებაში. კარგად გადამზადებული პერსონალი გჭირდება, დაინტერესებული და მოტივირებული პერსონალი გჭირდება, კარგი ინფრასტრუქტურა გჭირდება. ეს ამისი პირველადი დრაფტი გაკეთებულია, პირველადი პროექტი გაკეთებულია ამ გეგმის, თუმცა პარალელურად ვცდილობთ, რომ რაღაც ელემენტები ამ მოტივაციის, რაც ჩვენ ინფრასტრუქტურის გარშე გვთქვი, რომ ჩვენს კომპეტენციას რაღაცნაირად ცდება. იმ კვირას შევაპირებთ ასეთი უწყებათა შორისი საბჭოს ჩატარებას, სადაც გვინდა რომ განვიხილოთ მომავალი მოწყობის საკითხი, არა მარტო პირველად ჯანდაცვის, ვთქვით, რომ ეს სტრატეგიული ობიექტების, რაც მათთან არის, რაც ჩვენ სერვისებს ასრულებს, რაღაცნაირად ერთიანი ხედვა ჩამოყალიბდეს ამასთან მიმართებაში. აი როგორ მოიქცეთ მომავალში ასეთ ობიექტებთან მიმართ. ეს ხედვა ჯერჯერობით ჩამოყალიბებული აქვს იმ მხრივ, რომ აი როგორც თუ მოგმართავს მუნიციპალიტეტები და უნდათ რომ აქ მოაწესრიგონ რაღაცები გააკეთონ, ჩვენ ყოველგვარი პრობლემის გარეშე ერთადერთი მოთხოვნა რომ უნდა შეინარჩუნოს სერვისი და გაუმჯობესოს ყოფა ცხოვრების პირობები და მოღვაწეობის პირობები ექიმს ასეთი პირობით დიდი სიამოვნებით ვაძლევთ ფლობელობაში ან სარგებლობაში იმ ტერიტორიას, სადაც განთავსებულია პირველადი ჯანდაცვის გული და ამისი ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს უკვე. ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს სერვისები მართლა სათემო სერვისები და მუნიციპალიტეტის დონეზე მისახედი სერვისებია. ნელ-ნელა ასეთი ნაბიჯები იდგმება რაღაც მოტივაციის მექანიზმებს ვცვლით და დაფინანსების მექანიზმებს პირველადი ჯანდაცვის, რომ უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებული პრევენციაზე მიმართვით, არ იყვნენ დაინტერესებული ამ პაციენტების ჰოსპიტალში გაშვებით და ამისთვის რაღაც
ეს ყველაფერი ერთად იქნება სტრატეგიაში ასახული და დამტკიცებული ალბათ წლის ბოლოსთვის, ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობთ, იმიტომ რომ 2017-ის ბოლოსთვის. ხო, ასე გვინდა რომ იყოს, იმიტომ რომ თვლით, რომ უკვე ერთი პირველი ნაბიჯი ძალიან დიდი, რომ ხელმისაწვდომობა ყველასთვის ეს ფინანსური იქნებოდა გეოგრაფიული გავაკეთეთ, ახლა უკვე ხარისხიან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა დაისახა სამინისტრო. მიზნად სოფლის ექიმის პროგრამის ბიუჯეტი არ არის მცირე ბიუჯეტი. ხელფასებიც რომ პოლიკლინიკებში და 600 და 700 ლარი თბილისში სამხელა ხელფასები, მაგრამ არ არის ის ცოტა. არც ბევრი არ არის, მაგრამ კი რაღაც თანხების და აი ამ ასეთი თანხებში რომ შეეშველოს მუნიციპალიტეტები ან მე რაღაც ხედვა თუ იქნება მიღებული როგორ მოუვაროთ ამას, აი ამაზე გვინდა რომ ექიმს მეტად შევეშველო და მეტი мотивация კონდეს, რომ უფრო კარგად უკუნა იმაზე კი არ ფიქროს როგორ გადაიხადოს ელექტროენერგიის გადასახადი, ფიქროს იმაზე რომ ამ პაციენტს როგორ მიხედოს სტატუსის შეცვლა, თვითონ იმ შენობის მეპატრონის გარკვევა, მუნიციპალიტეტების უფრო მეტად ჩართვა ამ პროცესში, რაღაცნაირად ამ პროცესს დაარეგულირებდა მარტო სახელმწიფო, მათი მეტად ვერ დატოვებს. ანუ როლებიც არ არის გარკვეული. როლები გარკვეულია, რომ აქვს ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაშია ის შენობები, სადაც ისინი მოღვაწეობენ. თვითონ ესენი არიან ინდივიდუალები ან ფიზიკური პირები. შეუძლიათ თავის სახშიც კი გახსნან. ასეთი მოწყობა დახვდა, ერთად ყველაფრის შეცვლა საკმაოდ რთულია ხოლმე. ზოგს თავის დროზე 2008 წელი, 2009 წელი 200 ლარი გადაეცათ, რომ მოეწყოთ თავისი ოფისები. 2011-ში უკვე კომპიუტერები გადაეცათ. ანუ რაღაცები ნელ-ნელა მათ თავის დროზე მიეცა ქვეყნიდან. ასე სულ პირდაპირ ქუჩაში არავის არ გაუშვია ისინი ინდმეწარმეებად. დაურიგდათ რა ინვენტარი, რაც ჭირდებოდათ 800 ლარის ინვენტარი გადაეცათ და 2000 ლარი გადაეცათ, იმიტომ რომ ეს ოფისები მოეწყოთ. მაგრამ ეს იყო 2008 წელი ისე უსვამშო და 10 წელი გავიდა მას. მე 2011-ში უკვე კომპიუტერიზაციასთან ერთად 700 კომპიუტერი 700-მდე რაღაც ესეთი კომპიუტერები გადაეცათ, ლეპტოპები სხვათა შორის. მართლა სახლში ვარ მოწყობდნენ ოფისებს. არიან განთავსებული ან ძველი პოლიკლინიკის შენობებში, ან მუნიციპალიტეტის შენობებში, ზოგი ბიბლიოთეკაში, ზოგი ბაღში და იქ რაღაცა ნაწილი აქვთ მათ, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსია. ეკონომიკის სამინისტროს ამ ყველაფერი, ну, ესეთი მოწყობა იყო, რომ ყველაფერი უნდა ყოფილიყო ეკონომიკის სამინისტროსი, რაც კი სახელმწიფოს ბალანსი იყო და ხა ეკონომიკის სამინისტროს რამხელა ბიუჯეტი უნდა ყოფილიყო, ყველაფერს ერთად ესე კარგად გაარემონტოს მისცეს. მათაც უჭირთ ეგეთი რაღაცები. ამიტომაც რახან ეს სათემო სერვისებად ითვლება და რახან მუნიციპალიტეტი თუ კი გრძნობს იმის ვალდებულებას, თუ აქვს ამის საშუალება და რაღაცაში შეეხიდება სოფლის ექიმს, ჩვენთვის ეს ძალიან მისაღები იყო და ძალიან კარგი იყო. ანუ რაღაც შენობის ნაწილის გადაცემით მათ თავის თავზე იღებდნენ ამ ექიმის დახმარებას და გაზიფიცირებას, ელექტროენერგიას, რაღაც ბევრ რაღაცას უწესრიგებდნენ. ექიმს ნაკლები სოფელში ეს არ არის მოწესრიგებული კომუნიკაციები არ აქვს და რა თქმა უნდა, კომუნიკაციები სოფელში ისედაც ბევრ სოფელში ისედაც არ არის ხა რაღაცები, წყალი, საკანალიზაციო სისტემა, წყალი, როგორც სოფელშია, იქაც ისევე მიაწვდიან ამ კომუნიკაციას. იმ სოფელშიც კი სადაც არის მოწესრიგებული ეს კომუნიკაცია და გაზი და წყალი არის შეყვანილი, ამბულატორიებში არ არის. ჩვენ ნახეთ ესეთი. აუცილებლად უნდა იყოს წყალიც და უნდა იყოს ყველაფერი რაც საჭიროა მოთხოვნებს რომ უნდა მოყოფილდეს. ძალიან მინიმალური მოთხოვნები. სამწუხაროდ ეს არ არის დღეს სოფლებში. ხო, ხა, ანუ რაღაცნაირად თბებია, კი. თავისია მინდობილი, ახლა ინდმეწარმეებად ჩამოყალიბდნენ და თვითონ ასე ჩათვალეს, რომ შეეძლოთ. ახლა ძალას სხვა არავინ არ ადას, რომ რომელიმე სოფელში არავითარ ძალით არავინ არ გაუგზავნიათ. თვითონ ჩათვალეს, რომ შეძლებდნენ ამის პასუხისმგებლობა. თუმცა სახელმწიფო კიდევ ვამბობ, რომ იმათ კი ჩათვალეს, რომ შეეძლოთ იმ 600 ლარით ამ ყველაფრის მოწყობა თვითონ დათანხმდეს, რომ თვითონ ჩათვალა, რომ ამ ყველაფრის გააკეთებდა და დადო კონტრაქტი სახელმწიფოსთან. სახელმწიფომ ეს ასე მარტივად არ შეხედა ამას და ცდილობს, რომ რაღაცნაირად ყველანაირად დაეხმაროს, რომ ის 600 ლარი არ იყოს სულ გადასახადებზე და სულ რაღაცებზე მიბმული. აუდიტის სამსახურის ანგარიში იყო ამასთან დაკავშირებით საუბარი, რომ მონიტორინგი არ არსებობს ზოგადად ამ სისტემის. თქვენ თუ ახორციელებთ ამ მონიტორინგს? ყველაზე კარგი მონიტორინგი არის სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს ან სიკვდილი არ ისე, როგორ არის მონიტორინგის მექანიზმებიც არსებობს, მაგრამ აი სულ არ კონდეს ქვეყანას არანაირი მონიტორინგი და საერთოდ დაიბანოს ხელი და არაფერი არ გააკეთოს. ჩანს კარგად სიკვდილიანობის და ავადობის მონაცემებში, ხო? სამედიცინო
საქმიანობის სახელმწიფო რეგულების სააგენტო, რომელსაც მისი მოვალეობა ხარისხის კონტროლი, ასეთი მონიტორირება სამედიცინო დაწესებულებების თავიანთი ვალდებულება რო ანგარიშგება წარმოადგინოს, ეს სოფლის ექიმები ასე ხელდამშვენებული არის ყოველთვე აკეთებენ რეპორტინგს, რომ ამდენი შემთხვევა იყო, ამდენი ეს იყო, ამდენი წამალი დავხარჯა, ამდენი ეს გავაკეთე. ანუ იმ თანხას პირდაპირ ასე მოჭრილად რომ არ ვიცით რაში ვაძლევთ, ასე არის, ესეთ ყოველთვე აკეთებენ ანგარიშგება და ჩვენ საქმის კურსში ვართ იმათ რა გააკეთეს. ყავს მონიტორის სამსაფეხურიანი მონიტორირების სისტემა გვაქვს კიდევ სოციალური მომსახურების სააგენტოში, სადაც მათ კონტრაქტი აქვს დადებული და ერთი რომ თუ რამე ისეთი აი რაღაც ან მომატებული ასიკტილობა, ან რაღაც ხარჯვა და რაღაც როადევნებენ თვალყურს, თუმცა უფრო სხვანაირ მონიტორირებაზე, უკვე შესრულებაზე და მათ წახალისებაზე და მეტად უფრო დაინტერესებაზე მიმართული მექანიზმები გვინდა რომ შემოვიტანოთ. არა იმიტომ რომ ფულისთვის, არა იმიტომ რომ მათ უფრო მეტი ეს კონდეთ სურვილი, უფრო მეტი მიზეზი რომ უკეთ იმუშაონ და ხარისხზე გავიდრე. ანუ ხარისხის როდესაც ახალი ხედვა შემუშავდება. არა, ეს პარალელურად არა. პირველად ვცდილობთ რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში აი რაღაც ნაწილი ცვლილებები ახლა შევიდა. სწრაფად ალბათ მარტამდე რაღაც ნაწილი ცვლილებები განხორციელდება. სოფლის ექიმებთან უფრო ცოტა მოგვიანებით ალბათ წლის მეორე ნახევრისკენ. კონკრეტულად რა ცვლილებები შეიძლება შეეხოთ? უფრო ისეთი, აი, უფრო ხარისხზე ორიენტირებული, არა მომსახურებას აწვდიან, ამაზე, ჯერტიფიცია აქვს დადებული და აუცილებლად უნდა მეაწოდონ მომსახურება და არავინ არ უნდა დატოვონ მომსახურების გარეშე ეს ადამიანური, როცა ასეთ პროფესიას ირჩევ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. კი, მით უმეტეს რომ ეხლა სულ არაფერს არ გვაძლევენ და ხელფასი არ მოგვეც არიელი ხელებით ამას ვაკეთებ, ასე არ არის. უფრო მეტად ხარისხზე გვინდა ორიენტირება. ის რომ ხელმისაწვდომობა არის, ის რომ მომსახურება ხარისხი დაფინანსების გარეშე, საკმარის დაფინანსების გარეშე რამდენად მიიღწევა. ამიტომ თუ აი დაფინანსების მექანიზმები შეიცვლება დაფინანსების ისე რომ მათ მეტი სტიმული კონდეთ რომ უფრო ხარისხიანი მომსახურება და გაიზომება. კაპიტაცია პირველადი ჯანდაცვის ქსელში, რომელიც თვითონვე ამბობენ რომ ეს საკმარისია იმისთვის რომ მომსახურება. უბრალოდ კაპიტაციასთან ერთად შეიძლება სხვა დაფინანსების რაღაც სტიმულები გაუჩნდეთ მათ, რომ აი რაღაც ამდენი რაღაცის, აი როგორც იმუნიზაციაში რო გჭირდებოდა დავამატეთ რაღაც მოცვის ამდენი რაოდენობაზე კიდე 1 ლარი ემატებოდათ. რაღაც ესეთი სტიმულები ალბათ გაუჩნდებათ მათ, რომ დაინტერესებული იყვნენ ხარისხიანი მომსახურების მიწოდებით. ესევე სოფლის ექიმებშიც რაღაცები უნდა შეიცვალოს, ასე აღარ დარჩება, თუ კი ხარისხზე გვინდა ორიენტირება და ეს ყველაფერი ამ ერთ წელიწადში და წელიწადნახევარში უნდა გამოჩნდეს. ჯანდაცვის სისტემას აქვს ერთი კონცეფცია, რომელიც რამოდენიმე ფურცელია სულ, ხო? და არ აქვს რაღაც ესეთი მთლიანი სტრატეგია, მაგრამ დარგი ვითარდება და უამრავი ცვლილებები და უამრავი რეფორმები მიდის. სტატუსი რამდენად შეიძლება შეეცვალოთ ამ პირებს, ამ კონცეფციაში იქნება ამასთან დაკავშირებით? ყველაფერი უნდა იყოს როგორც ორგანიზაციული მოწყობა, ისე დაფინანსების მექანიზმები, ისე თვითონ ინფრასტრუქტურული მოწყობა, ეს უნდა იყოს ერთიანი, მთლიანი დოკუმენტი, არა მარტო პირველადი ჯანდაცვის სექტორის მთლიანი ქვეყნის ხედვა უნდა იყოს ამაში და ეს ერთი სექტორის ფარგლებს რა ხანცილდება, ცოტა უფრო რთული დოკუმენტია, ვიდრე მარტო ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქციების იქ გაწერა. ბევრ რამეს ვაკეთებთ, მაგრამ აი ესე ნელ-ნელა რომ მიდის, თითქოს არ ჩანს და ერთად ცოტა ჯადოსნური ჯოხით მოგხსნება, ცოტა ძნელია ხო. მდგომარეობა გურიაში რა პრობლემები აწუხებთ ექიმებს და მოსახლეობას, ნახეთ ჩვენი ჟურნალისტების მიერ მომზადებული სპეციალური სიუჟეტი. ეს ეგრეთ წოდებული ახალგაზრდული სახლია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმაში, თუმცა ადგილობრივები მას მაინც საექიმო ამბულატორიას უწოდებენ. აქ ექიმი და ექთანი ზემო ფარცხმის ამბულატორიიდან კვირაში ერთხელ ახერხებენ მოსვლას. შესაბამისად, ძნელია მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე საუბარი. იყო რაფერ შეიძლება კვირაში ერთი დღე არის აქანი. დანარჩენია ზემო ფარცხმაში და აქედან მოხუცებულები ვერაფრით გადიან შილოში. თუ ექიმთან არ მიხვედით, მიმართვა აუცილებელია. რამდენჯერ მინდა წასვლა ექიმთან და ვერავითარ შემთხვევაში მიმართვა რო არა მაქვს აღუღებულობენ.
შუაფარცხმიდან ზემოფარცხმის საექიმო ამბულატორიამდე 5 კილომეტრია. იქ მისულ ავადმყოფს კი შესაძლოა ექიმი არც დახვდეს, ისევე როგორც ჩვენ. ამბულატორიის ექთანი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფოში წარსადგენი მიმართვით დაწერა პრობლემას არ წარმოადგენს და ამისთვის კილომეტრების გავლა საჭირო სულაც არ არის. თუ არ მოვიდა ავადმყოფი, მაინც არ იქნება პირობა, რომ ის რა ქვია, შეფერხება. ანუ თუ ავადმყოფი ვერ ამოვიდა, მაინც ხდება მიმართვების მიწოდება. როგორ? ხან ვიკავშირდებიან როგორც ტელეფონით? ხან ისე ხადას. და ანუ ესე გამოდის დიაგნოზის გარეშე კეთდება ხო მიმართვა და როგორ ეს შეიძლება? არა, არ შეიძლება. ჩვენი რესპონდენტი შუაფარცხმის მოსახლეობის პრეტენზიებს არ იზიარებს და ამბობს, რომ მათ იქ მისვლის ვალდებულება არ აქვთ. იგი განმარტავს, რომ შუაფარცხმაში ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით მათი კეთილი ნებით მიდიან. ნინო შაქარიშვილი ამბულატორიაში არსებულ პრობლემებზეც საუბრობს, რომელიც თვალშისაცემია. მართლაც რთულია ისაუბრო ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე, როცა აქ მომუშავე პერსონალს ელემენტარული ჰიგიენური პირობებიც კი არ აქვს. ამბულატორიაში, რომელიც 700 კომლიან სოფელს ემსახურება, არც საპირფარეშოა და არც გათბობა. იგივე სიტუაციაა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების ამბულატორიებშიც. ავარიული შენობები და სველი წერტილების არარსებობა საერთო პრობლემაა. ანალოგიური საკითხი აწუხებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთშიც. ადმინისტრაციულ შენობაში შესახლებულებს წვიმის დროს პრობლემები ექმნებათ. წყალი ჩამოდის და რაც შეგვიძლია ვცდილობთ. ხალხი მე მგონი უნდა იყოს კმაყოფილი და შუხუთის უბნის ექიმის ვარდო პატარაიას თქმით, სოფელში მცხოვრები 2200 ადამიანისთვის ორი საშტატო ერთეული საკმარისი არაა. ექიმი მცირე ხელფასებს და ხარჯებზეც ამახვილებს ყურადღებას. ეს საწვავის პრობლემა, ეს ყველაფერი ჩვენ ფიზიკური პირები ვართ მოიხსენებათ და არავინ ჩვენზე ვერავინ ვერ ზრუნავს. ჩვენ თვითონ ზრუნავთ ჩვენ თავზე და არც ისე ადვილია ახლა დაიმკვიდო კარგად თავი მარტო შენი ამ მწირი ხელფასები. ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ აკეთის ამბულატორიაშიც. ხელფასი რა ჩვენ გვაქვს ხელფასი დაარქვეს ხარჯები. ხელფასი რომელიც რაც ჩვენ გვაქვს არ ვიცით რა ნაწილია აი ამ ხარჯებისა, რომელიც შეიძლება სახში წავიღოთ. რა დავხარჯოთ, რა მოვიხმაროთ ჩვენი სარგებლობისთვის არ ვიცით. 650 ლარიდან 130 საშემოსავლოს ხარჯებია. ზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუ იმით არის გამორჩეული, რომ ამბულატორისთვის ახალი შენობა აქვს, თუმცა ექიმს, ექთანს და მათ დამხმარეს იქ გადასვლა არ სურთ. ამბობენ, რომ ძველ შენობაში მუშაობა უფრო კომფორტულია. ამბულატორიის ექთანი ქეთევან ხავთას იწუხს, რომ ხელფასის გაყოფა სხვისთვის უწევს. ორი თანამშრომელი ვართ ფაქტიურად ექიმი და ექთანი და ერთი არის შტატი გააღუქმეს და მუშაობთ ორივე ერთ შტატს. დვაბზუსგან განსხვავებით საკუთარი შენობა არ აქვს ზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პოხვაურის ამბულატორიას, რომელიც ერთ ოთახშია განთავსებული. ველია და ამ წუთასებიდან წყალი უვლის და გადასახურია და რა ვიცი. ძირითადად ახალი ვართ ის. აღსანიშნავია, რომ ამ სიუჟეტზე მუშაობისას ფარცხმის თემის ექიმის მსგავსად სოფლის ექიმი არც დვაბზუში დაგვხვედრია და არც პოხვაურში. კონტროლდება თუ არა ამბულატორიები, მოწმდება თუ არა იქ მომუშავე პერსონალის კვალიფიკაცია, ვინ არის პასუხისმგებელი არსებულ პრობლემებს და მოგვარების რა გზები აქვს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომელსაც საექიმო ამბულატორიები ექვემდებარებიან. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გადაცემაში სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე ვასილ ხომერი კი ისაუბრებს და გველოდეთ სტუმართან ერთად რეკლამის შემდეგ გურია ნიუსის სტუდიიდან დაუბრუნდებით. Tarshi var ჩვენი სტუმარია სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე ვასილ ხომერი კი მოგესალმებით ბატონო, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა პირველადი ჯანდაცვა და ამბულატორიები. თქვენი მონაცემები ძალიან საინტერესო იქნება გურიაში სტატისტიკასთან დაკავშირებით. რა მდგომარეობა გვაქვს დღეს ამბულატორიებთან დაკავშირებით? თუ გვაქვს ზუსტი მონაცემი, რამდენი ამბულატორია მოქმედებს გურიაში? პირველ რიგში მოგესალმებით. და წლევანდელ წელს მეულოცავ თქვენს მაყურებლებს, მოგულოცავ თქვენს და მერთით ესელი ნაყოფიერი ყოფილიყოს თქვენთვის. რაც შეეხება მონაცემებთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ გურიის ყველა თემში ფუნქციონირებს ჩვენი ექიმები. ყველა თემში და არა ყველა თემში. ხო, ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ეს დამოკიდებული არის სოფლების სიდიდეზეც,
ახლა ძირითადად ეს არის ერთი ექიმი და ერთი ექთანი, ხოლო გარკვეული ისეთ სოფლებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მეტია და სოფლების რაოდენობაც დიდია, იქ შეიძლება იყოს 2 ან 3 ბრიგადა, ასე ვთქვათ, 2 ექიმი და 2 ექთანი და 3 ექიმი, 3 ექთანი. ამიტომ ერთი მინდა აღვნიშნო, რომ ამ ექიმებთან დაკავშირებით ფაქტიურად გურიაში სიტუაცია ისეთი, რომ მოცული არის ყველა სოფელი იმ გაგებით, რომ ფაქტიურად რადგან თქვათ სოფელი დიდია და თქვათ თემი დიდია და სოფლების იქ ექიმის რაოდენობაც თქვათ ერთზე მეტია, ამიტომ მოსახლეობას საშუალება აქვს, რომ მიმართოს თქვათ ამბულატორიებს. აგრეთვე ძალიან დიდ სოფლებში ცალკე არის თქვათ კაბინეტი, სადაც ექთანი და ექიმი შეიძლება იყოს. დიდ სოფელს ანუ რას გულისხმობთ? მაგალითად ჩუხუთში 2200 ადამიანი ცხოვრობს და ხოლმე ერთი ექიმი და ექთანია და ზუსტად ჩვენი დიდ სოფელს გეტყვით რას გულისხმობთ? ახლა მაგ შემთხვევაში დაახლოებით ახლა თქვათ 2500-3000-მდე ადამიანი თქვათ თუ კი სოფელი არ არის ძალიან გაფანტული და ძალიან დიდი ტერიტორია არ უჭირავს თქვათ ერთი ბრიგადა ემსახურება ხოლმე, მაგრამ ახლა ჩოხატაურში ხშირად არის შემთხვევები, როცა სოფლებში არ არის მაგდენი მოსახლეობა, თქვათ შეიძლება ორ თემშიც არ იყოს, მაგრამ იმის გამო რომ ის რაიონული ცენტრიდან დაცილებულია თვითონაც დიდი მოცულობა უჭირავს, ამ შემთხვევაში მოსახლეობის რაოდენობაც არ არის გათვალისწინებული და ექიმი და ექთანი მაინც არის. მაგალითად სურები ავიღოთ, ოღონდ ძალიან სერიოზული პრობლემა შენობის თვალსაზრისით, თუ გაქვთ ეს ინფორმაცია, რომ არასდროს არც ველი წერტილი, ნუ შეიძლება ავარიული წყალი ჩამოდის და როგორც იქაურები ამბობენ. მე მაგასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ამ ყველა თემში ხელშეკრულება გაფორმებული არის, თქვათ, კვალიფიციურ სერტიფიცირებულ ექიმებთან და ექთემთან, როგორც ცალკე ფიზიკურ პირებთან და სახელმწიფო მათგან, ასე ვთქვათ, შეიძენს მომსახურებას სოფლად. რეალურად ეს პიროვნებები მომსახურებას ეწევიან ამ სოფელში და სახელმწიფო მათთან აქვთ ხელშეკრულება, მაგრამ სამინისტროს არსად არ გააჩნია ასე ვთქვათ ქონება. ის შენობები, სადაც განთავსებული არის ამბულატორიები, შეიძლება იყოს ცალკე ყოფილი ძველი ამბულატორიის შენობა, ან თვითმმართველობის შენობა, ან თქვათ რაიმე სხვა ფართი, არც ერთი ფართი სამინისტროს ბალანსზე არ იმყოფება. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ამ ფართებზე გაწეული რაიმე თქვათ დამატებითი დანახარჯი, უფრო არამიზნობრივი ხარჯი იქნება და სამინისტროს მხრიდან, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვით გურიის მასშტაბით რამოდენიმე სოფელში, თქვათ თავად თვითმმართველობა, თქვათ აი სოფლის თემთან ერთად თვითმმართველობა ჩაერთო და მოწესრიგდა ეს პირობები, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს არის ასე ვთქვათ, ეს პროგრამა, სახელმწიფო პროგრამაა და ამიტომ ამ პროგრამის მიზანია, რომ მოსახლეობის მომსახურება და ძალიან კარგია, როდესაც თვითმმართველობა აქტიურად ერთვება ხოლმე და პირობები მოწესრიგდება. პრობლემა არის იგივე დუაღზუში მაგალითად არის ახალი ამბულატორია შექმნილი, თუმცა გაირკვა ჩვენი სტუმრობისას, ჩვენი ჟურნალისტები იყვნენ, რომ ახალ შენობაში არ გადადიან ექიმები და ექთანიც, იმიტომ რომ უფრო კომფორტულად არიან ადმინისტრაციულ შენობაში, რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში, როდესაც აი სწორედ ამბულატორია მოწყობილი და არ მიდიან, ამ დროს სხვა თქვათ იგივე ბოხვაულში შენობაც არ აქვს და წყალი ჩამოდის, ნუ არაფერს აღარ ვამბობ, თითქმის ან ყველას პრობლემა არის, სველი წერტილების არარსებობა და პირველად ჰიგიენაზე მათ ხელმისაწვდომობა არ აქვს. ესეც თვითმმართველობას უნდა მოთხოვოთ თუ ჯანდაცვის სამინისტრო გეტყვით ულახდილად, რომ თვითმმართველობას მოვთხოვოთ, ახლა მოვთხოვოთ, რა ახლა ჩავთვალოთ, რომ ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა თავად არის დაინტერესებული, რომ მის არეალში მყოფი მოსახლეობა იღებდეს სახელმწიფო სერვისებს სრულად. ეს სამინისტროს ინტერესიც არის, სააგენტოს ინტერესიც და დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის ინტერესიც არის. თუ აბზუს მაგალითზე გეტყვით, რომ როგორც მე ვიცი, ახალ ამბულატორიაში ფაქტიურად ძალიან მცირე დეტალებია დარჩენილი, რომ პირობები მოწესრიგდეს და თქვათ იმ ექიმთან და ექთანთან ერთად პრობლემა იქნება გადაჭრილი. იმიტომ რომ თქვით ის ახალი ამბულატორიის შენობას და თქვათ ძველი ფართი, სადაც არის ექიმი, ეს ყველა თვითმმართველობა, იმიტომ რომ სამინისტროს მიერ თქვათ ამ ფართის გაკეთების შემდეგ ის თვითონ ის შენობაც გადაეცა თვითმმართველობას და იმიტომ რომ თვითმმართველობამ გააგრძელოს ამ თქვათ შენახვა როგორც ჩანს. ექიმები ძალიან ხშირად ყველგან საუბრობენ მიზერულ ხელფასებზე, ანუ ხარჯებზე, რომელსაც სამინისტრო ამას არქმევს,
და ამბობენ რომ მათ არიციან უბრალოდ ეს თანხა კონკრეტულად მათი ხელფასი რამდენია ხარჯისთვის განკუთვნილი და ყველა საუბარი. როგორც წეღან აღნიშნე, ექიმებთან გაფორმებულია ხელშეკრულება როგორც ფიზიკურ პირებთან და სახელმწიფო მათგან შეიძენს ამ მომსახურებას. როდესაც მთლიანი თანხა ჩაირიცხება, ეს თანხა გულისხმობს ფაქტიურად ამ სერვისის გაწევას. რაც შეეხება მე როგორც ვიცი, თვითონ ექიმები თავად აკეთებენ ამ თქვათ ხარჯებს, იმიტომ რომ ლოგიკურია, თუ კი ის რაღაც ხარჯს ეწევა, შეუძლია ეს ხარჯი ახლა ის დარეგისტრირებულია როგორც ფიზიკური პირი საგადასახადოში და ახლა თუ კი მთლიანი ჩარიცხულ თანხაზე ის ექიმი არ გააკეთებს ხარჯვას, ლოგიკურია რომ მთლიანი ჩაითვლება მოგებად. და არის შემთხვევები, როდესაც უბრალოდ მთლიანად მას ეს თქვა მთლიანი თვის ჩარიცხვა მოგება აქვს. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ წამლებიც მათ უნდა იყიდოთ თქვა რაღაც პირველადი. არა, ვიდეონი ახლა წეგანაც თქვი რომ იმიტომ ეს კონტროლს ახორციელებთ. რა ხარისხი ეს თქვა მედიკამენტებს ყიდულობენ, ნამდვილად ყიდულობენ თუ არა? მაგაზეც არის შემთხვევები, როდესაც თქვა ნემსიც კი თქვა იგივე სახვევი ბამბა რამდენჯერმე უთხოვიათ ადგილობრივ. კი, გეტყვით, თქვათ ექიმებს აქვს ჩანთები, მეცაც გეტყვით რომ მიუხედავად ამ მომსახურების და ექიმებს თქვათ სპეციალური ამბულატორიული ბარათები, ჟურნალები, თქვათ სპეციალური ფორმები სამინისტროსაც გადაეცემა პერიოდულად აუცილებლად, აგრეთვე სააგენტო მაქსიმალურად ეხმარება თქვათ როდესაც მედიკამენტები, რეცეპტით გამოსაწერი მედიკამენტები, თქვათ რეცეპტის ბლანკების დაბეჭდვაშიც ეხმარება და აძლევს სააგენტო, ხოლო რაც შეეხება ახლა გვიტყვი გულახდილად, ახლა სამინისტროს სააგენტოს ახლა მისი ადამიანური რესურსი არის მწირი, ხოლო ეს თვითონ ეს პროგრამა საზოგადოებისთვის არის. ამ დროს ერთ-ერთი ყველაზე კარგი თქვათ ასე თქვათ კონტროლი არის თავად ის საზოგადოება, ვისაც ემსახურება, საზოგადოებისთვის არის ეს პროგრამა და სახელმწიფო ფულს მაგითო ხარჯავს. გულახდილად გითხრათ, მე არც სამინისტროს ხელი ხაზიდან გამიგია და ჩემთანაც თქვათ არ მოუმართავს მოქალაქეს, რომ თქვათ ექიმი მას ცუდად მოემსახურა, ან თქვათ რაღაც ნემსი თუ რაღაცა მოსთხოვა, რაც უნდა მოსთხოვა. ერთი შემიძლია გითხრათ სრულიად გულახდილად. თუ კი ნებისმიერი ასეთი შეტყობინება იქნება და ზარი იქნება, ხო? არა აქვს მნიშვნელობა ეს მოქალაქისგან იქნება თუ თვითმმართველი ერთეულისგან იქნება, სააგენტო აუცილებლად შეისწავლის ნებისმიერ საკითხს ინდივიდუალურად და რა თქმა უნდა მიიღებს შესაბამის რეაგირებას. წამლების ხარისხს ამოწმებთ. ამას ხალხუნების ხარისხი ახლა ერთი შემიძლია თემად არსებობს ხარისხი და ხარისხიანი წამლები. თქვენ როგორც სააგენტო, რომელიც არის პასუხისმგებელი და ზედამხედველი ამ ამბულატორიების და ექიმების, თუ ამოწმებთ იმ წამლების ხარისხს, რომელიც ამბულატორიებშია. გულახდილად გითხრათ, რომ ფაქტი არ გამიგია, რომ ექიმი წამალს თვითონ ამზადებდეს. ლოგიკურია, ექიმს წამალს ყიდულობს აფთიაქში. გასაგებია, თუმცა არის ხარისხი და უხარისხო. გასაგებია, მაგრამ ახლა ერთი შემიძლია გულახდილად გითხრათ, რომ ექიმი წამალს ყიდულობს აფთიაქში. და აფთიაქში რო წამალი შედის, ახლა ის როგორც მე ვიცი, ცალკე რეგულაციებით რეგულირდება და ახლა არ ამგონია რომელიმე აფთიაქი ფედავდეს და კუსტარულად დამზადებული წამალი შეიტანოს, იმიტომ რომ მე ახლა ნებისმიერ ჩვენთაგანის, როდესაც ექიმი გამოიწვევს წამალს, გაკონტროლებული არ გაქვთ. არა, გაკონტროლებული ახლა წამლის ხარისხს სააგენტო და სოფომერი კი ესეთი უბრალოდ რო შეამოწმოთ, ქონიათ შემთხვევა რომ ამდენი წლის მანძილზე შეგიმოწმებიათ, თუნდაც აი რადევს ექიმის ჩანთაში არის თუ არა ექიმის ჩანთაში გეტყვით გადაგასული, თქვა ან ახლა მე თქვენ დაგისვამთ კითხვა თქვა ასე, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ექიმი რომელიც ემსახურება სოფელს, ბოლოს და ბოლოს პირველში თქვა რომ ის არის ადამიანი, მის თავს მიცემს უფლებას რომ თქვათ იგივე მოქალაქეს მან პირადად საკუთარი პასუხისმგებლობით გაუკეთოს წამალი, რაც თვითონვე იცოდეს რომ ცუდს გამოიწვევს. არ ამგონია. ნებრივეს არ უნდა მოხდეს, მაგრამ დასაშვებული ყოველთვის არსებობს ამიტომ ნებისმიერი შემთხვევა. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ აი სრულიად ღიად გვაქვს ამის ფაქტი, რომ გაირკვა რომ თუნდაც მიმართვებს, რომლებაც უბნის ექიმებმა უნდა დაწეროს კლინიკებისთვის, კონკრეტული პაციენტებისთვის, წერეთ ტელეფონით. არა, მოი ასეთი რაღაცა ვისაუბროთ. ანუ სულაც არ არის ეს მარტივად რომ ციტირება რომ მოხდეს, სულაც არ არის თუ საჭირო ამბულატორიაში მივიდეს პაციენტი. ახლა მოდით ასეთი რაღაცა ვთქვათ მაშინ. სოფლის მომსახურება ექიმის მიერ, ასე თქვენ აღნიშნულ არის პირველადი ჯანდაცვა. პირველადი ჯანდაცვა ახლა გავყოთ, ეს არ არის გადაუდებელი დახმარება სულ, ახლა გადაუდებელი როცა ოჯახში არის, ვთქვათ, ანოგედური შემთხვევა, ან რაღაც გარკვეული ჯანმრთელობის უეცარი გართულება, ჩვენ ვიცით რომ არის ნომერი რეკავდა, მოდის სასწრაფო გადაუდებელი დახმარება.
თავად ეს ექიმები, ასე ვთქვათ, სოფელში ეწევიან პროფილაქტიკურ პატრონაჟურ სამუშაოს. ეს არის პირველადი მიმართველები, ვინც ეხმარება მისი სოფლის მოსახლეობას, რომ სწორად გაუწიოს კონსულტაცია. მეტიც, ეს ექიმები ამ სოფელში მუშაობენ როგორც ახალდაბადებული ბავშვებთან, ეს არის პირველადი პატრონაჟი, ვთქვათ, იმ ორსულებთან მუშაობა, აგრეთვე ქრონიკული დაავადებებთან, ვთქვათ, ავადმყოფებთან მუშაობა. ახლა ისიც კარგად ვიცით, რომ როდესაც ის ექიმი სოფელში ამდენი წელია მუშაობს, იმ სოფლის მოსახლეობა მან შესანიშნავად იცის. სრულებით არ არის გამორიცხული, არათუ ახლა ჩათვალოთ, რომ ის ექიმი არის ამ სოფლის, ასე ვთქვათ, პირობითად ოჯახის ექიმი. და ჩვენ ძალიან ხშირად გქონია შემთხვევა, ვთქვათ, ჩვენი ბავშვიც რო ყავს, ვთქვათ, პედიატრთან, რამოდენიმეჯერ რო ყოლია, ჩვენ თვითონ გქონია შემთხვევა, რომ ბავშვი რაღაცა დაახველა, ტელეფონით მიგვიღია კონსულტაცია ჩვენი ექიმისგან, ამიტომ რომ ჩვენ ვართ და დასკვნის დაწერა. არა, რაც შეეხება დასკვნა, მიმართვა დასკვნა არის. ანუ მიმართვის დაწერას გულისხმობ. მიმართვა ეს არის გეტყვით ახლა, მიმართვა. ანუ დასაშვებად მიგაჩნიათ ტელეფონით. დასაშვებად მე გეტყვით დავი. დასაშვებად მიმაჩნია მე ექიმის ის საქციელი, რაზეც ის თვითონ აგებს პასუხს. იმიტომ რომ როდესაც ექიმმა ჩააბარა სპეციალური სერტიფიკატის გამოსცემა სახელმწიფო მისაღია სერტიფიცირებული ექიმად, ის თავად მუშაობს პაციენტთან, ბოლოს და ბოლოს როდესაც მას პაციენტი მიმართავს და თქვა გასინჯავს, ის თავად არის პასუხისმგებელი მისჯანმრთელობაზე. ის თუ ჩათვლის რომ ამ პაციენტს მიმართვა აჭირდება და დიაგნოზს თავად დაუსვამს და წამას გამოუწევს, ესეც მისი პასუხისმგებლობაა. თუ ის ჩათვლის რომ ამ ადამიანს სჭირდება დამატებითი, მაგრამ სისხლის საერთო ანალიზის გამოწვევა ახლა ბოლოს და ბოლოს თუ პაციენტმა დაურეკა და უთხრა რომ მას აქვს სიცხე და რამოდენიმე ხველა აქვს და ეკიმა უთხრა რომ იცით რა არის, მოდი ჯობია რომ მე ანალიზები ავიღო და ანალიზებთან ერთად გაგსინჯავ. ახლა ესეც მე მგონი ნორმალური ტელეფონით არა, ტელეფონით ახლა კონსულტაციის მიღება პრობლემა არ არის. რაც შეეხება ახლა მიმართვას ტელეფონით ვერ გადასცემს, იმიტომ რომ ფაქსი არ აქვს იმას რომ მიიღოს. ერთ მე მოიკითხავს და წაიღებს. ეგრეც ყოფილა და ყველაზე საინტერესო რა. სამ აი ჩვენ როცა სპეციალურ რეპორტაჟს ვაკეთებდით, სამ ამბულატორიაში ვიყავით, ფარცხმა, დაბზუ, ბოხვაური, სადაც ექიმები არ დაგვხდნენ. არ აქვს ექიმებს ვალდებულება რომ ამბულატორიებში იყვნენ. ახლა არ დახვედრის თემაც ცოტა ისეთია, იმიტომ რომ როდესაც ექიმი უბანზე მუშაობს, ანუ ვიკითხეთ მიზეზი და ანუ ავადმყოფთან ყოფნის მიზეზი არ ყოფილა, აი მაგალითად იყო რომ ვთქვათ მაგის ყველაზე იორი გასარკვევი არის ნებისმიერ დროს პირადად დაუკავშირდეთ ექიმს იმ დროს. მგონი ყველაზე ლოგიკური პასუხს მივიღებთ. იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი ესეც რომ ვიმუშაოთ ექიმის მუშაობა პაციენტთან, ეს არის ასე ვთქვათ ექიმის და პაციენტის სამუშაო და ბოლოს და ბოლოს ექიმა ისიც რო თქვას, რომ თქვათ იყო ვასოხო მედიკთან და რატო იყო ისიც რო არ თქვას, ესეც შეიძლება საექიმო საიდუმლოებაში გადიოდეს. ახლა იმაზე რომ ექიმი კონკრეტულად ვასოხო მედიკთან რატო იყო და რა საკეთებდა ამ თემებზე არა, უბრალოდ საუბარი არის იმაზე რომ ექიმების ანუ ზოგადად ითავსებენ ექთნები ექიმების ფუნქციებს, იმიტომ რომ ხშირად არ დადიან და ეს გამოწვეულია იმით, რომ ის ექიმები, უბნის ექიმები არიან თქვა სასწრაფოში, თქვა სხვა კლინიკებში დასაქმებული, მათ აქვს დროის პრობლემა. მე ერთ რაღაცას გეტყვით, ექთანს აქვს მისი უფლებამოვალეობები, ექიმს აქვს მისი უფლებამოვალეობები. ახლა თუ კი ვინმე, თქვათ, მოქალაქე თავად აძლევს, არ ვიცი, ახლა კონკრეტული შემთხვევაში გამიჭირდება საუბარი, იმიტომ რომ მაშინ მე ფაქტი მჭირდება და ფაქტში ვისწავლი, მაგრამ ზოგადად ახლა ადამიანი თუ კი ვიღაცა ექიმს იმაზე მეტრჩევას ეკითხება, რაც არ უნდა კითხოს და უნდა კითხოს ექიმს, მასე მაგალითად ადამიანი შეიძლება ექიმბაშთან წავიდეს და მისი უკუნალოდ მაგაზე მე პასუხის გაცემა გამიჭირდება, მაგრამ ის რომ პრობლემა გვაქვს, კადრების დეფიციტი არის, იმიტომ რომ ეს ექიმები არიან სხვადასხვა სამსახურში მუშაობენ და პირდაპირ გეტყვით გულახდილად, პრობლემა ის არის, რომ ზოგადად ექიმების პრობლემა საერთოდ არის საქართველოში. პრობლემა ის არის, რომ მაგალითად ყველაზე კარგი და იდეალური გამოსავალია, თუკი თვითონ კვალიფიციური ექიმების პრობლემა არის. ეს გეტყვით რატო? ყველაზე კარგი გამოსავალია, თუკი სოფელში იმუშავებს ადგილობრივი მცხოვრები ექიმი. მაგრამ სამწუხაროდ არის ძალიან ხშირი შემთხვევები, როდესაც ფიზიკურად არ არის სოფელში კვალიფიციური ექიმი და როდესაც თქვა აგერ ან მეზობელი სოფლის მაცხოვრებელი, ან შეიძლება რაიონული ცენტრში მაცხოვრებელმა შემოიტანა განაცხადი და სახელმწიფო იმის გამო რომ სოფელი საერთოდ არ დარჩენილიყო მომსახურების გარეშე ახლა მაგაც არ არის გასაკვირი, რომ იქ არის გარკვეული ტრანსპორტირების მომენტი და დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ექიმი იმ პირობებით, როგორც დადის თქვა სატრანსპორტო საშუალება სოფელში, თქვა ჩამოაყალიბოს იმ მოსახლეობასთან ურთიერთობის, თქვა ნახვის გრაფიკები, თქვა ბინაზე გასვლა, პატრონაჟი და რაღაცა, გარკვეულ ინდივიდუალურად იქნეს ეს ისა ჩამოყალიბებული. ახლა არც ის არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება თქვა გარკვეული ექიმს კონდეს
თქვათ შეთავსება, თქვათ ან სასტრაფოში ან რაღაცა და თქვათ იმ სოფელთან კონდეს მოწესრიგებული ეს თემა. ახლა მეორე თემაც არის, როდესაც მე პირადად შემექნა ჯანმრთელობის პრობლემა და მჭირდება მიმართვები, ეს არ არის ისეთი გადაუდებელი შემთხვევა და სრულებით თავისუფლად შემიძლია თქვათ დაუკავშირდე ექიმს, შევათანხმა შეხვედრა, მივიდე და კიდეც გავესინჯო და თქვათ მიმართვების თემაც მოვაგვარო. თუ კი მე რამოდენიმე ვიზიტი მქონდა ექიმთან და თქვათ რაღაც დამატებითი კითხვა მაქვს, სულ ახლა ესეც არ არის გასაკვირი, რომ შეიძლება ტელეფონზე გავესაუბრო და მithumetes იცი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და აი მაგალითად ფარცხმის თემში არის ეგეთი პრობლემა, რომ ზემო ფარცხმაში არის ამბულატორია განთავსებული, შუა ფარცხმაში ეგრეთ წოდებულ ამბულატორიაში კვირაში ერთხელ დადიან მოსახლეობა, ამით უკმაყოფილოა, იმიტომ რომ ხშირად უნდა და როგორც გაითქვა, როგორც ექთანმა გითხრა, ეს ხდება ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით, რომ კვირაში ერთხელ ავიდნენ ჯანდაცვის სამინისტროსთან ეს არ ყოფილა შეთანხმებული. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა დღეს იმის აუცილებლობა? მოსახლეობა ითხოვს, თქვენი პოზიცია გვაინტერესებს, რომ ყველა სოფელში იყოს პირველადი, თქვათ რაღაცა პუნქტები, რომ მივიდნენ, გაესინჯნენ ექიმს და რა თან იყოს საკონტაქტო ინფორმაცია, რაც ყველაზე რთულია, როგორც აღმოჩნდა, რომ სოფლების უმრავლესობაში არ არის უბნის ინფორმაცია. მართალი გითხრათ, ქალბატონო ნატო, მე გულახდილად რაღაც თქვენ მე მიცნობ და მე პირადად ახლაც განვაცხადებ, რომ სააგენტო სრულად ღია ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ნებისმიერი შეტყობინებისთვის, ფაქტიურად ნებისმიერი თვითმმართველობიდან იქნება თუ მოსახლეობიდან იქნება წინადადებებიც და ნებისმიერი თქვა თქვი ასე ვიტყვი ასეთ რაღაცას, თუ კი წეგანაც ვამბობდი, რომ სახელმწიფო ამ შესყიდვას აკეთებს, იმიტომ რომ პირველ რიგში ყურადღების ქვეშ იყოს მოსახლეობა. თუ კი ეს მომსახურება მოსახლეობამდე ვერ მიდის, ჩავთვალოთ რომ ეს არის ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის პრობლემა და სააგენტო მზად არის ნებისმიერი შემთხვევა შეისწავლოს. ანუ პრობლემა შესაძლებელია მოქალაქეთა ჩართულობით. არა, ხედა, მაგრამ მოქალაქეები ჩართულობით, იმიტომ რომ ახლა ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ ახლა ადამიანი შეიძლება თქვათ გარკვეულ თქვათ განაცხენების ფონზე რაღაცა თქვას, მაგრამ ეს სათქმელი იქვე დამთავრდეს და თვითონ არ მიცეს ამას მსვლელობა, იმიტომ რომ მე ვასოხომერიკმა რომ რომელიმე სოფლის პრობლემა შევისწავლო, პირველ რიგში მე თავად იმ სოფლიდან მოდიოდეს უნდა ეს პრობლემა, რომ ჩვენთან ხო რაც შეეხება თქვათ ექიმების თქვათ ბრიგა, ახლა ყველაფერი დაკავშირებული არის გარკვეულ ხარჯებთან და ყველაფერი დაკავშირებული იმასთან, რომ ეს ხარჯები მართლაც უნდა იყოს გამართლებული. ახლა იმიტომ რომ თუ კი გარკვეული თქვათ სიტყვაზე ავიღოთ სოფელი რომელ სოფელში თქვა ცხოვრობს სიტყვა ახლა რეგისტრირებულია თქვა 50 კომლი, მაგრამ ფიზიკურად ვიცით რომ ამდენიც არ არის და არის ნაკლები. სახელმწიფომ გასწიოს ხარჯი და იქ იყოს ექიმი, რომელ ექიმისთან თვითონ ის სოფლის მაცხოვრებელი მთელი კვირის განმავლობაში არ მივიდეს, მით უმეტეს ვიცით რომ სოფლის ექიმის მომსახურება არ არის, გინდა თუ არა მივიდეს და დამისვას დიაგნოზი. ეს არის ასე ვთქვათ, კარგი ოჯახის ექიმი, ეს არის კარგი მიმართველი, ვინც ჩემ პრობლემასთან მე ვთქვათ ასე ვთქვათ დამაკვალიანებს და დამეხმარება, რომ ან რა გამოკვლევები მჭირდება, სწორი მიმართულებები მომწეს. ეს არის ასე ვთქვათ, უფრო აი გეგმიური მომსახურების თემა. ხო, შუალედური გოლი, რომელიც ფაქტობრივად მე მეხმარება, რომ ზედმეტადაც არ დავიხარჯო და სახელმწიფო პროგრამა მომხმარდეს. ხო, თუმცა როგორც ჩანს თქვენ არ ეხმარებით სამინისტროს გულისხმობა ამ შემთხვევაში, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობასაც, იმიტომ რომ როგორც უკვე აღნიშნე, მართლაც ძალიან რთული მდგომარეობა ამბულატორიებში, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ სველი წერტილები თითქმის არსად არ არსებობს, რაც ჰიგიენასთან დაკავშირებულ პრობლემასაც ქმნის ბუნებრივია. არა, მაგაზე მე თქვენ გეტყვით, რომ ფაქტობრივად ჩვენ ამ თემას აუცილებლად გავივლით ინდივიდუალურად და თქვათ იმ თვითმმართველობასთან ერთად შევეცდებით შესაძლებელი ფარგლებში ნებისმიერი პრობლემა მოგვარდეს, მაგრამ ახლა სველი წერტილის თემა ხა დარწმუნებული ვარ, ეს იქნება გარკვეული ინდივიდუალურ შემთხვევებში, თორე სადაც მოხდა თვითმმართველობა ჩაერთო და სადაც თქვათ მოწესრიგდა პრობლემები, არის ამბულატორიები, სადაც თქვათ მოწესრიგებულია, მაგრამ აქ საუბარია ბატონო? მცირე რაოდენობით ჩვენ თითქმის გადავამოწმეთ, ჩვენ თითქმის ყველგან გადავდა სამება, კოხნარი, შემიძლია გითხრათ, წურები, ფარცხმა, შუა ფარცხმა, ძალიან ბევრი შემთხვევაა მოზურგეთში, ლანჩხუთშიც, როდესაც ეს პრობლემა. ბოლო შეკითხვა მექნება თქვენთან, თქვენი მოსაზრებით პირველადი ჯანდაცვა დღეს ხარისხიანად მიეწოდება თუ არა მოსახლეობას? პირველი ჯანდაცვა როგორ მიეწოდება, მაგის შეფასება მე გამიჭირდება, ეს თავარია თავად საზოგადოებიდან უნდა შეფასდეს. ახლა მე ვთვლი, რომ სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს პირველი ჯანდაცვის მხრივ და მომავალში დარწმუნებული ვარ, თუ კი რაღაცა ხარვეზები არის, ოპერატიულად იქნება გამოსწორებული. ძალიან დიდი მადლობა, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს გურის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე ვასილ ხომერიკი, ეს იყო გადაცემა არჩევანი მე მომავალ შეხვედრამდე.